დავით, მადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდით ჯერ მაინც დღის ერთ-ერთი სიახლით დავიწყოთ საუბარი, ის რაც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, ყოფილი პრემიერი მიეცა პასუხისგებაში, მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით პატიმრობა შეეფარდა. მე ხელისუფლების წარმომადგენელს მაიაბითაძეს ახლა დაუსვეს კითხვა, როგორ აღიქვამს ამ პროცესს ქართული ოცნების ამორჩეველი, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი, გარდა იმისა, რომ ორგზის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის ქართული ოცნების ერთ-ერთი ძველი სახეა მისი დაარსების დღიდან. აი, ამორჩეველის გადასახედიდან როგორ აღიქმება ეს პროცესი თქვენი აზრით? ირაკლი ღარიბაშვილი ყველას გვახსოვს, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. მოხდა ის, რაც აღიარა. მოხდა ის კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, რომლის ჩადენაც აღიარა ადამიანმა. ყოველ შემთხვევაში ის არ გაქცეულა ევროპაში ზოგიერთივით, არ იმალება გერმანიასა თუ საბერძნეთში და მას მოუწევს იმ სასჯელის მოხდა. არაფერი პირადად მისთვის არ მომხდარა კატასტროფული, ყველაფერი შეიძლება მოგივიდეს ადამიანს. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მთელი პლეიადა პოლიტიკოსების ვერ უძლებს, როგორც ჩანს, ძალა უფლებას, ვერ უძლებს ნდობას, რომელსაც უცხადებს მას იგივე ბიძინა ივანიშვილი, იგივე ქართული ოცნება. და მე გული მტკივა უბრალოდ იმაზე, რაც მოხდა არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით, არამედ იგივე გრიგოლ ლილუაშვილის და ბევრი სხვა ადამიანის მისამართით, მაგრამ უფრო მეტი უბედურება იქნებოდა ჩემთვის და გაუგებარი რამ, თუ კი ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური გუნდის ყოფილი წევრები, ან დამალავდა ამ ფაქტებს, ან არ იმოქმედებდა ისე, როგორც იმოქმედა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს. ძალიან ცუდია, როდესაც ეს უფლება გადადის რაღაც დანაშაულში, კონკრეტულ დანაშაულში, მაგრამ არც ერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. მე არ მახსოვს მიხეილ სააკაშვილის პერიოდში რომელიმე გახმაურებული საქმე, რომელიც აღიძრა ან მისი პერიოდის რომელიმე პრემიერ-მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის მისამართით. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მის პერიოდში არ ხდებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, არ იყო კორუფცია, არ იყო მექვთანმეობა, არ იყო 1000-ჯერ უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე თქვათ ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში გვაქვს. მაგრამ დღეს ხელისუფლებამ აირჩია ეს ტაქტიკა. საკუთარ რიგებში არც ერთი კორუფციონერი, არც ერთი დანაშაული. ხელისუფლებას აქვს ეს გაცხადებული დღეს, რომ კორუფციას გამოუცხადა ფართომასშტაბიანი ბრძოლა, დაუნდობელი და შეუპოვარი. ეს გზავნილი მიდის ამორჩეველთან პირდაპირ, ესე შეიძლება ითქვას, კარგად აღიქვამს ეს მის ამორჩეველს. თუ ჩვენ გვინდა დავინახოთ სხვაობა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმსა და აი ამ ხელისუფლებას შორის, უნდა შევეგუოთ იმასაც, რაც ხდება. სამწუხაროა თქო ყველაფერი, რაც ხდება, მაგრამ უფრო დიდი დანაშაული იქნებოდა ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა და დაუსჯელობის სინდრომის შემოღება საკუთარი ყოფილი გუნდის წევრების მისამართი. კარგით, მოდით ახლა სოფლიოში მიმდინარე პროცესებს შევეხოთ და გავაგრძელოთ ის პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში, განვიხილოთ. აი როგორი წარმოგიდგენიათ საქართველოს პოზიცია ამ ახალ რეალობაში და ამ ახალ რეალობაზე რას კარნახობს ის საქართველოს, ანუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს, ან როგორი პოზიცია შეიძლება ჰქონდეს, ან სად უნდა ვხედავდეთ ჩვენს თავს. ცოტა რთულია ახლა რაიმის განსაზღვრა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმდენად არაპროგნოზირებადი პროცესები მიმდინარეობს 2026 წლის დადგომის დღიდან, რთულად წარმახსენდება ესეთი სტარტი წლის, მაგრამ ნუ არის ასეთი მოცემულობა გვაქვს. აი როგორ ხედავთ საქართველოს პოზიციას ამ რეალობაში? ნუ ნახევრად ხუმრობით ვთქვათ, რომ წელს უნივერსიტეტებში მაგალითად ესეთი საგანი, როგორც საერთაშორისო სამართალი, კარგავს თავის აქტუალობას. სკოლაში გეოგრაფიის საგანი კარგავს თავის აქტუალობას, სანამ ახალი რუკები. ეგ ჯერ არ ვიცით, თუ უკვე თქვენ გაქვთ მოლოდინი გადაწყვეტილი, სანამ ახალი რუკები და ახალი რუკა იქნება. სოფლიო დღის წესები არ ჩამოყალიბდება და ასე შემდეგ. რას ვხედავთ ჩვენ? ჩვენ ვხედავთ ამერიკელებისთვის, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ გლობალური წესრიგი იცვლება ამერიკული წესრიგით, ოღონდ მცირეოდენი რაღაც ლოკალური გამონაკლისებით, რომელშიც ღმერთმანქანა საქართველოს შედიოდეს და ამას შევეხები აუცილებლად.
ეს არის პოზიცია, როდესაც ყველა ქმედება, რომელიც სჭირდება სასარგებლო ამერიკისთვის და განხორციელებადია, დასაშვებია ამერიკულ სამართალზე დაყრდნობით, რომელიც უკვე ექსტერიტორიულ გამოყენებაში გადადის და ჩვენ ამას ვხედავთ იგივე სპეცოპერაციის სახით ვენესუელაში, იგივე ტანკერების დაკავებით. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, კი ბატონო, აღარ ვაჭრობს იდეოლოგიით. არ ხდება დემოკრატიის ექსპორტი. ის დაინტერესებულია გეოგრაფიით, დაინტერესებულია გეოეკონომიკით, ის არ არის დაინტერესებული რეჟიმებზე და ხელისუფლებებზე რაღაცა პროცესების გაკონტროლებით. ის თვით პროცესების გაკონტროლებით არის დაინტერესებული. განსაკუთრებით ის უნდა შედიოდეს ამერიკის ინტერესებში. კი ბატონო, და ყველა ის სტაბილური სიტუაცია და სტაბილურობა ზოგადად, რომელიც ამერიკის კონტროლ ქვეშ არ იმყოფება, ურჩევნია მას იყოს მართვადი ქაოსი, იყოს კონტროლირებადი არასტაბილურობა, რასაც ჩვენ ვხედავთ აგერ ირანში. ირანში არის კლასიკური მაგალითი ამ ასე ვთქვათ კონტროლირებადი არასტაბილურობის. როდესაც არც ომია, არც მშვიდობა, მაგრამ ყოველ წამს შეიძლება სიტუაცია გადავიდეს ამ მხარეს ან იმ მხარეს და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ქმნის ამ შტაბ-ჭრილებას, რომ აი ეს ბერკეტები როგორ განწარმოება ესა თუ ის მოვლენა ხო მის ხელში, ანუ ის აკონტროლებს ამ ყველაფერს. იგივე ხდება აფრიკაში, სადაც ევროკავშირმა მთლიანად და საფრანგეთმა დატოვა, ასე ვთქვათ, აფრიკა თავისი პროტექტორატი, აღარ წარმოადგენს იმ პატრონს, იმ ქვია პოლიტიკის გამტარებელს ამ კონტინენტზე, რითაც სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ცდილობს შექმნას იქ ახალი პოლიტიკური ელიტები, ახალი სამხედრო ეკონომიკური ელიტები და ასე შემდეგ. საქართველო დღეს ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, მკაფიოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის ლოიალურობა შეიძლება მოიპოვოთ მხოლოდ საკუთარი სარგებლიანობით. და არა რაღაცა საერთო ღირებულებებზე. ეს გამონაკლისზე როცა საუბრობთ, ამას გულისხმობთ? რას ნიშნავს ეს სარგებლიანობა? უნდა შევეშვათ აი ამ პოლიტიკურ მეტიჩრობას, რომ საქართველო გააქრა რაღაცა რადარებიდან და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ აღარავთ იმ დემოკრატიის შუქურა და ასე შემდეგ. მე არ მინდა დღეს საქართველო იმ რადარებზე იკითხებოდეს, რა რადარებზეც იკითხება მკაფიოდ და პოპულარულია უკრაინა, ვენესუელა, ირანი, კოლუმბია, კუბა, აფრიკის კონტინენტი, ირანი და ასე შემდეგ. ჩვენი ადგილი და როლი არის ძალიან მკაფიო. ეს არის დერეფანი, ეს არის გზაჯვარედინი, ეს არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ციფრულ ტექნოლოგიური ხაბები, ეს არის შავი ზღვა, გასასვლელი, ეს არის ჩვენი პორტები, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აუცილებლად ექნება და აქვს თავისი ინტერესი. უბრალოდ ის მოითხოვს ყველა ქვეყნისაგან, მათ შორის საქართველოსგან, რომ აი ამ მნიშვნელოვან რგოლს ნუ გადასცემთ მაგალითად მონოპოლიურად ოპერაციული მართვის ქვეშ რომელიმე ერთ ქვეყანაზე, თუნდაც თქვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს, თუნდაც თურქეთი იყოს, თუნდაც ირანი იყოს, რუსეთი იყოს, ინდონეზია იყოს. არა, ყველამ უნდა მიიღოს თანაბრად თავისი სარგებლიანობა უნდა დაინახოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მან უნდა დაინახოს კიდევ საქართველოში, რომ ეს არის სტაბილურობის და მშვიდობის თვალსაზრისით ძალიან უსაფრთხო რეგიონი, სადაც ადგილი არ ექნება ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, სადაც ადგილი არ ექნება ეგრეთ წოდებულ შავ ხვრელებს, თავისი კონტრაბანდით, თავისი ნარკოტრაფიკით, არ ექნება აქ რაღაცა ტერორისტული თარეში. ეხლა ჩვენ ამ დაკვირვების რეჟიმში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა და ჩვენ ყველაფერს ამ ეტაპზე სწორად ვაკეთებთ. მე არაერთხელ დამიწერია ჩემს პუბლიკაციებში 2025 წელი ჩემთვის იყო საქართველოს ხელისუფლების, კი არა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნის გადარჩენის წელიწადი და 26 წელიწადი არის აი ამ გადარჩენის შენარჩუნების წელიწადი და ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენ არ უნდა დაუშვათ შეცდომა. კი ბატონო დავით, ცოტა დრო გრჩება და ევროკავშირის მდგომარეობაზეც აუცილებლად უნდა დავისაუბრო. ევროპა საერთოდ ყოველთვის აი იმ სოფლიო წესრიგში, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ყოველ შემთხვევაში 2026 წლამდე, ყოველთვის იყო ბალანსის შემანარჩუნებელი. ანუ მას ძალიან მყარი და კონკრეტული პოზიცია ჰქონდა ის სოფლიო წესრიგში თამაშობდა ერთგვარი ბალანსის როლს და ამიტომაც იყო რომ გარკვეულ პრინციპებზე დიდი ქვეყნები იყვნენ შეთანხმებულები და ევროკავშირი ყოველთვის იყო ანგარიშგასაწევი ძალა, მაგრამ დღეს ვხედავთ რომ ეს ესე არ არის. ნუ ერთის მხრივ
მხრივ ის რაც ხდება უკრაინაში ამის გათვალისწინებით და მეორეს მხრივ ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რას ცხადყოფს, რა მდგომარეობა აქვს ევროკავშირს ახლა დღეს შეგიძლიათ თქვა და რამდენად იქონიებს ეს გავლენას ეს პროცესები ხა რაც მიმდინარეობს ევროკავშირზე. აი კალასის გადადგომის მოთხოვნაზეც თუ ევროკავშირში შეგიძლიათ თქვა. ევროკავშირმა ნებაყოფლობით დაკარგა თავისი სუბიექტურობა. ის ნებაყოფლობით დაადგა როგორც ორგანიზაციის გაკოტრების გზას. ეს არის თვალნათელი, ეს არის ფაქტი. მან წლების განმავლობაში deep states კი ბატონო ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიას გადასცა იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სუბიექტის ბერკეტები. ის გაუფასურდა, ის გახდა მარიონეტი. სუბიექტობას მოწყვეტილი ორგანიზაციის ფსონი და ადგილი აქვს მას. დღეს, რომელსაც არავინ აღარაფერს აღარ ეკითხება. ჩვენ თვალწინ იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამჯობინებს ევროკავშირში შემავალი ზოგიერთ ქვეყნებთან პირდაპირ ურთიერთობები დაამყაროს და გააძლიეროს ის ფრთა, რომელსაც შეიძლება პირობითად დავარქვათ ცენტრალური ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა, სადაც ერთი და ორი სადაც ბევრი ქვეყანა შედის უკვე და ზუსტად იმ ქვეყნებიდან ისმის დღეს ზუსტად აი ეს იმედგაცრუება და მოთხოვნები თუნდაც თავისი საგარეო საქმეთა ევროკომისრის ჩანაცვლების თუ სანამდებობრივი ასე ვთქვათ საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. იმიტომ რომ დაინახეს სადამდე მივიდა ევროკავშირი და ევროკავშირი დაადგა თავის ტრანსფორმაციის გზას. ევროკავშირი ამ ფორმით, რა ფორმითაც არის, ის დიდხანს ვერ გაგრძელდება და ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე ძალიან საინტერესო პროცესები წარიმართება. კარგით, მთელი წელი წვინ გვაქვს საინტერესო მოვლენების, როგორც ჩვენი ინტუიცია გვარნახობს. კი ბატონო, დავალო და ძალიან დიდი მადლობა დავით ქართველიშვილს, რომელიც იყო ჩვენი